მარგვეთისა და უბისის ეპარქიის წინამძღვარმა ხარაგაულში საზეიმო წირვალოცვა აღასრულა და მრევლთან ერთად ლიტანიობაც ჩაატარა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ გაჭირვებული ოჯახები მოინახულა. საატესტატო გამოცდები დასრულდა, როგორი შედეგები აჩვენეს ზესტაფონელმა მე-12 კლასელებმა, ვინ მიიღო ფულათა მაქსიმალური შეფასება და ვინ ვერ შეძლებს ატესტატის აღებას. ზესტაფონში ბავშვთა ქორეოგრაფიული ფესტივალი 2015 ჩატარდა. კომპეტენტურ ჟიურის ყველაზე დიდი მოწონება საჩხერის ანსამბლმა საწერეთლომ დაიმსახურა. რომელი დიდები ჩვენგან ამაღლდა ზეცა და დაждდა მარჯვნითისა და მამისა მადლობა უფალს რომ მოგვეცა საშუალება კიდევ ერთხელ ჩაგვეტარებინა საღვთო ლიტურგია ჩვენს დალოცულ ხარაგაულში. ამ სიტყვებით მიმართა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის წინამძღვარმა ხარაგაულელ მრევლს ქადაგებისას. მეუფე მელქისედეკმა პირველი ქრისტიანი მეფე დედოფლის მირიანისა და ნანას დღესასწაულზე აღსრულებული წირვალოცვის შემდეგ ქალაქში ლიტანიობაც ჩაატარა. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის გადაწყვეტილებით დაინიშნა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საეკლესიო სკოლა-გიმნაზიის ახალი დირექტორი. მეუფემ სასულიერო გიმნაზიის პედაგოგები და მოსწავლეებიც დალოცა და მის მიერ დაწესებულ გალობის განყოფილების ერთ-ერთ მესვეურს მამა ანდრიას მადლობა გადაუხადა. და მე მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ხელმძღვანელი, რომელიც არის დელ მონოზონი, რომელსაც აქვს უმაღლესი სასულიერო განათლება მიღებული თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიის კურსდამთავრებულია. რამოდენიმე წელია მოღვაწეობს ჩვენს ეპარქიაში, კერძოდ უბისის მონასტერში. იქ მოხდა მისი ბერა დახვეცაც და გლად ხელდასხმაც. მე მგონი თითქმის ნახევარზე მეტი ესწრებოდით მის ხელდასხმას. საუბარია დელ მონოზონ ანტონზე, რომელიც მართლა გამორჩეულია თავისი სულიერებით, თავისი თვისებებით. და მე მინდა ყველას გთხოვოთ, მოიხსენიოთ პროცესში. ერთმა დაგლოცოთ, მე მინდა მოგილოცოთ წმინდა მეფის მირიანისა და დედოფლის ნანას ხსენება. მოგეხსენებათ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით. უბისიდან გადმოყვანილი ვარ მე და გადმოყვანილი ვიქნებ მე და დავინიშნე ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის დირექტორად და პარალელურად დავინიშნე სამლოცველო სახლში მღვდელმსახურად. ერთმა დაგლოცო და გაგაძლიეროთ. უფალი იყოს თქვენი პაროლი. მეუფე მელქისედეკმა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა და ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელთან და ხარაგაულის გამგებელთან ერთად მშენებლობის ფინანსებსა და არქიტექტურულ დეტალებზეც ისაუბრა. როგორც ცნობილია, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობას 2010 წელს ჩაეყარა საფუძველი. რა ეტაპზეა მშენებლობის პროცესი და რა არის საჭირო იმისათვის, რომ გაჩენილი სირთულეები გადაილახოს? ამაზე ამახვილებს ყურადღებას ადგილობრივი ხელისუფლება. ხარაგაულში საქართველოს ტაძრის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. გარკვეული შეფერხებები გახლდათ, ვინაიდან მოსაწესრიგებელია სამართლებრივად სტატუსი თვითონ სამშენებლო ფორმატის წესრიგში მოყვანა საჭირო. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ გასულ 2 წელში ჩვენ 168,000 ლარი გადავრიცხეთ სამშენებლო ფონდში. წელსშადებული გვაქვს მთლიანობაში რელიგიურ მიმართულებაში 110,000 ლარი. აქედან უპირველესად
უპირველეს საკითხს რაც წარმოადგენს არის ტაძრის სახურავის მოწესრიგება. მშენებლობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ 20 საუკუნოვანი ქრისტიანული ეკლესიის 20 საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ხარაგაულში პირველად შენდება ტაძარი. ხარაგაულში მანამდე არც ერთი ადგილი არ არის ნაეკლესიარი და რაღაც. ალბათ ესეც ღვთისნება არის. 2010 წლის 12 აგვისტოს მეუფე ვახტანგმა აკურთხა ეს ტაძარი. შენდება აქ ორ სართულზე. ეს არის პირველ სართულზე 12 მოციქულთა სახელობის და ზევით არის მაცხოვრის საკათედრო ტაძარი. ტაძრის მშენებლობაში უშუალოდ შემოწირულობებით შენდება, ხელისუფლებაც გვეხმარება. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა ხარაგაულში შეჭირვებული ოჯახებიც მოინახულა. მისმა ყოვლად უსახმრდელო ესობა მარტოხელა დედებს და მოხუცებს პირველადი მოხმარების პროდუქტი და ტკბილეული გადასცა და ღვთისწყალობა უსურვა. მოგესალმებით. დაგულესეთ მამაო, დაგულესეთ. აიხარეთ, ერთად ალოცილი გავყოფოთ. Რამდენი ხარ ოჯახში? ოთხ შვილებს. ოთხ ჯანმრთელობა მოქვს. ნიკოლოზ, შენ ნიკოლოზი ხარ? ოჯახ, შენ? ლუკა. შენ ლალი, ხო? ლალი. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, უფალი გფარავდეთ. ჩვენნაირი ოჯახის დახმარებისთვის და ჩემი შვილების და შვილიშვილების პატივისცემისთვის დიდი მადლობა მამაოს თქვენ ყველას. რა ვიცი, მეტი რა უნდა გითხრათ, უფალი იყოს თქვენი მფარველი და დიდი მადლობა. ისი ყოლად უსამრდელოესის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის როცა ვკურთხევით, გადაწყდა ესე რომ ჩვენს ეპარქიაში სოციალურ დაუცველებზე ყოველწლიურად მოხდარიყო დახმარება. შეძლების დაგვარად ეპარქია ეხმარება ეს ოჯახებს და ეკლესია ყოველთვის ვალდებულია რომ დაიცვას და დაეხმაროს მის სულიერ შვილებს, მის სამწუხაროს და გაჭირებულ ადამიანებს. ერთად ალოცილი გამყოფოთ, აიხარეთ. უთოსეთ. მარტო ხარ? მოგონდი განწუთი გავიდა ჩემი შვილს. 2014-2015 წლების საატესტატო გამოცდები დასასრულს მიუახლოვდა. კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლამ 25 მაისს ქიმიის გამოცდით დაასრულა. როგორც ვიცით, გამოსაშვები გამოცდები 4 სასწავლო დისციპლინაში 21 მაისს დაიწყო. თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაკვირვებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოვლენილი განათლების სისტემის მართვის მეთვალყურეები ახორციელებდნენ. როგორც ჩაიარა გამოსაშვებმა გამოცდება ზესტაფონში, როგორი შედეგები აჩვენეს მე-12 კლასელებმა და ვინ ვერ შეძლებს ატესტატის აღებას. ადგილობრივი რესურს ცენტრის ინფორმაციით წლევანდელ გამოცდებზე 701 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. თამარ წაქაძე სკოლა გიმნაზია ორნატის ის ერთადერთი მოსწავლეა, რომელმაც 4-ვე გამოცდაზე ქულათა მაქსიმალური შეფასება მიიღო. სკოლა ორნაც ორი ნიშნულით ჩამორჩება ზესტაფონის მე-5 სკოლა. ქულათა მაქსიმალური შეფასება ასევე მე-7 სკოლის და წევისა და შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც დაიმსახურეს. რაც შეეხება სტატისტიკას, მოგახსენებთ, რომ 2014-15 სასწავლო წელს 701 მე-12 კლასელი იყო დარეგისტრირებული საატესტატო გამოცდაზე. აქედან არის, ასე ვთქვათ, ჩაჭრილი მოსწავლეები, რომლებიც ვერ დაძლიეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ეს მეტნაკლებად სხვადასხვა სკოლებში მერყეავს, ზოგიერთი მოსწავლე რამოდენიმე საგანში ჩაიჭრა, ზოგიერთში და ასე შემდეგ. გვყავს სუფთა წმინდა ათოსანი მოსწავლეები, ასე ვთქვათ, ესეთი სუფთა 10 დაიწერა 15. ეს არის შორაპნის საჯარო სკოლა, წევის საჯარო სკოლა, მე-7 საჯარო სკოლა, მე-5 საჯარო სკოლა, კერძო სკოლა ორნატი. აღსანიშნავია ასევე რომ კერძო სკოლა ორნატის მოსწავლე თამარ წაქაძემ 4-ვე საგანში მიიღო 10 ქულა და ნამდვილად სასიხარულო ფაქტია. ფიქრობ გამოცდები ჩაატარდა ძალიან მშვიდ და ნორმალურ სტაბილურ გარემოში და წარმატებულ მოსწავლეებს კლავაც წარმატებებს უსურვებ.
23 მაისს უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატურმა თეატრმა ბავშვთა ქორეოგრაფიულ ფესტივალს 2015-ს უმასპინძლა. კულტურულ ღონისძიებაში იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი იყო წარმოდგენილი. ღონისძიება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობს 9 შემოქმედებითი კოლექტივი, თითოეული ნომერი, თითოეული რაიონიდან წარდგენილია 2 ცეკვა. მოწვეული კოსტუმრები, ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირიდან ბატონი უჩად ვალიშვილი და ომარ მხეიძე. აგრეთვე ყავდა მოწვეული რევაზ ჭანიშვილი, მაგრამ ავადმყოფობის გამო დღეს ვერ ჩამოვიდა ჩვენთან. მინდა თითოეულ კოლექტივს უსურო წარმატებები თავის შემოქმედებით ცხოვრებაში და სულ ბედნიერება და სიხარული მათ. გვაქვს სხვადასხვა ნომინაციები, 3 ნომინაცია. მინდა დაუმატო ერთი, რომ განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურმა სპეციალური პრიზი მინდა გადავცე ერთ-ერთ შემოქმედებით კოლექტივს. ზესტაფონში წლების განმავლობაში უკვე ტრადიციად იქცა ქორეოგრაფიის ფესტივალი. თავიდან მიკრო მასშტაბებზე გავდიოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ფართ მასშტაბებზე გავდივართ უკვე და მთელი დასავლეთ საქართველო იყო ამჟამად მოწვეული. არიან ქუთაისიდან კოლექტივები, საჩხერე, ბაღდადი, არის ხონი და მრავალი კოლექტივები ძალიან კარგად, სხვადასხვა ძალიან კარგად წამოვიდა, ახალი თაობა მოდის ძალიან მშვენივრად. ქორეოგრაფიულ ფესტივალში 9 შემოქმედები ჯგუფთან ერთად, რომლებსაც ორ-ორი საცეკვაო ნომერი უნდა შეესრულებინათ, კონკურს გარეშე კოლექტივებიც მონაწილეობდნენ. ეს ვარ ძალიან კმაყოფილი. მართლა კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ჯერ ასაკობრივად ისეთი ბავშვებია, რომ მეც ვერ მოსთხოვ. მაქსიმუმი გაკეთეს. ჩვენად ამ რაიონის წარმომადგენლები, მე-7 საჯარო სკოლის წარმომადგენლები, ჩვენ ვასრულებთ კინტაურს. ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენი გამოსვლით. ეს ჩვენი გამოსვლა არ იყო კონკურს გარეშე, რადგან წინა წელს ჩვენ ავიღეთ გრან-პრი, ამიტომაც ვიყავით საპატიო სტუმრები. ჩვენი უფრო მომავლისთვის კიდევ უფრო გეგმავთ წინსვლას. აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ფოლკლორისა, ნორჩმა შემსრულებლებმა სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორით წარმოადგინეს. ღონისძიების სპეციალურად მოწვეულ ჟიურის, რომელიც ქართული ცეკვის კორიფეების, ომარ მხეიძის, უჩად ვალიშვილის და ადგილობრივი გამგეობის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურით იყო დაკომპლექტებული, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული საუკეთესო შემოქმედებითი ნომრების წარმოჩენა მოუწიათ. ჟიურის გადაწყვეტილებით გრან-პრის მფლობელი საჩხერის ანსამბლი საწერეთლო გახდა. პირველი ადგილი ქუთაისის ანსამბლს აისი ერგო წილად. მუსიკალურ კოლექტივებს შორის თანაბარი შესაძლებლობის გამო მეორე და მესამე ადგილზე ორ-ორი გუნდი წარადგინეს. ზესტაფონის ანსამბლმა მამული და ბაღდადის ნერგებმა მეორე ადგილი დაიმსახურეს. მესამე ადგილზე კი ტყიბულის სიჭაბუკე და ვანის საჩინო გავიდა. გამარჯვებული გუნდები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.